ახლა 540 წლიდან პირველი 128 წლიანი ციკლი დასრულდება 412 წელს, ძველი წელთაღრიცხვის 412 წელს დასრულდება პირველი 128 წლიანი ციკლი. ხოლო 412 წლიდან 284 წლამდე დასრულდება მეორე 128 წლიანი ციკლი. თქვენ იცით რომ ფარნავაზ მეფე გამეფდა ძველი წელთაღრიცხვის 302 წელს, ხოლო ქართული მწიგნობრობა 200 ძველი წელთაღრიცხვის 284 წელს შემოიღო. ესე იგი რატომ ცხადია? იმიტომ რომ დასრულდა ქართული 128 წლიანი ჟამეულების ორი 128 წლიანი ციკლი და რა თქმა უნდა ის ეროვნული წელთაღრიცხვა, რომელიც აგრძელებს ქურუმთა ქართულ წელთაღრიცხვას, უნდა დაწყებულიყო მხოლოდ ძველი წელთაღრიცხვის 284 წელს და არა უგვიანეს და არა უადრეს. მაგრამ ჩვენ ისევ ჭარს მივხედოთ 5-ჯერ 32 წლიანი ციკლი 160 წელს გვიჩვენებს. ეს რა შეასახნა? ჭარი მიუთითებს, რომ დამთავრდა 540 წლიდან მოყოლებული დამთავრდა 32 წლიანი ციკლი და პირველი 128 წლიანის დასრულებამდე ერთი ციკლია დარჩენილი. ესე იგი 5-ჯერ 32 ნიშნავს ჭარის ქრონოლოგიურ მაჩვენებლებს. ეს მაჩვენებელს, ეს კი არის ძველი წელთაღრიცხვის 444 წელი. 444 წლიდან ძველი წელთაღრიცხვის 284 წლამდე სწორედ 5-32 წლიანი ჟამეული, ანუ 120 წლიანი ჟამეულია. საქმე ის არის, რომ ქართული ანბანი შექმნილია 128 წლიანი ციკლის, არა მეორე ჟამეულს, არამედ პირველ ჟამეულს. ესე იგი და კერძოდ ძველი წელთაღრიცხვის 444 წელს, იმიტომ რომ 500 ძველი წელთაღრიცხვის 540 წლიდან დაწყებული გავიდა 332 წლეული და ფარნავაზის თარიღამდე ძველი წელთაღრიცხვის 284 წლამდე დარჩენილია 532 წლეული, ანუ 160 წელი. ესე იგი, ჭარის მეშვეობით ჩვენ ვგებულობთ ქართული ანბანის არსებობის საწყის თარიღს, ძველი წელთაღრიცხვის 444 წელს. ესე იგი, ძველი წელთაღრიცხვის 444 წელს დასრულდა ქართული ანბანის შექმნა და დაიწყო 32 წლიანი 5 ჟამეულის ათლა, რათა დასრულებულიყო ეს 228 წლიანი ციკლები. საქმე ის არის, რომ ფარნავაზ მეფის დროს არა მხოლოდ დასრულდა, არა მხოლოდ 4 წლიანი და 128 წლიანი ორი ციკლი, არამედ დაიწყო, ესე იგი, ფარნავაზის თარიღის შემდეგ ვიტყვით, ფარნავაზის თარიღი უკვე ამავე დროს 532 წლიანი მზისა და მთვარის ციკლების დასაწყისია. ამდენად, ჩვენ უფრო დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემეცნებათა მატიანე, რასაც გვაუწყებს, სრულ ჭეშმარიტებას გვაუწყებს. ეს უბრწყინვალესი ქართული წყაროა, რომელიც ამბობს: არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი, უწინარესთა ჟამთაცა შინა. რას ნიშნავს
ჟამი, ესე იგი მრავლობით რიცხვშია ეს განცხადებული. საქმე ის არის, რომ ესე იგი შემეცნებათა მატიანე გვამცნობს, რომ ფარნავაზ მეფეს ამბანი კი არ შეუქმნია, არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი უწინარესთა ჟამთა წაშინა. 284 წლის უწინარესი ჟამია 128 წლიანი ციკლი. პირველი და მეორე 540 წლიდან იწყება, პირველი 128 წლიანი და 228 წლიანია. იქვე შემეცნებათა მატიანე გვაუწყებს, რომ არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი უწინარესთა ჟამთა წაშინა, ვიდრე ფარნავაზამდე წერდნენ იგინი უხუცესთა წერილითა, ესე იგი ქურუმთა წერილითა, იგინი იყვნენ კერპთა მღვდელნი და მემსხვერპლენი ერისანი ღმერთთა მიმართ და წერილი მათიას წერილი ესე ხუცური ჩვენი და წერილნი ხუცესნი პირველსა ჟამსა ქმნილას წერილისაგან ებრაულისა და ქალდეურისა. პირველი ჟამი კი არის 540 წლიდან 412 წლამდე და პირველი ჟამის 540 წლიდან დაწყებული პირველი ჟამის პერიოდში მოხდა მართლაც ქართული ამბანის შექმნა და ჭარის მეშვეობით ცხადდება, რომ ეს მოხდა ძველი წელთაღრიცხვის 454 წელს. ამგვარად ქართული წყაროების მეშვეობით, ქართული ამბანის მეშვეობით ჩვენ უზუსტესად ვიცით, რომ ფარნავაზ მეფემ შემოიღო ქართული სახელმწიფო მწიგნობრობა, ხოლო ქართული ამბანი შექმნილია ქართველ ქურუმთა მიერ და კერძოდ ძველი წელთაღრიცხვის 454 წელს ამ ამბანში განხორციელებულია 540 წლის ბაბილონური მთვარისა და ქართული მზის კალენდარი.